ქართული კლასიკური მუსიკის მეცხრე ეროვნულმა კონკურსმა სტარტი აიღო. 8 აპრილის ჩათვლით საკონკურსო მოსმენებზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები მესამე წელია იმართება მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში. კონკურსი ცნობილი ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმართება. მისი მიზანი კი რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. თვის მივესალმები ახალ წამოწყებებს, როდესაც ეს ეხება საქმე ახალგაზრდობას და მათ მუსიკალური თვალსაზრისით ხელშეწყობას. თუმცა ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ არის ახალი, ეს არის ტრადიციად დაფუძნებული კონკურსი, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი დონით, რისთვისაც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის მის ხელმძღვანელს ვალერიან შიუკაშვილს. დღეს კი ჩვენ ესეთი კოლაბორაცია ორი ღონისძიების გაერთიანება მოვახდინეთ, რაც ძალიან მახარებს. აი დღეს გახსნაზე სტუმრად ვართ ჩემი პროექტით, ეს გახლავთ ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტების სერია, რომელიც შარშან დავიწყე და რომელიც მიზნად ემსახურება ქართული კომპოზიტორების პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართული მუსიკოსების გაერთიანებას, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონის 16 ქალაქის 26 სამუსიკო სკოლის 185 მოსწავლე იღებს. მათ შორის ნორჩი მუსიკოსები მასპინძელი შალამბერიძის სახელობის ხელოვნებისა და რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლიდან. ეს კონკურსი თავიდან დაარსდა თბილისში ბატონ ვალერიან შიუკაშვილის მიერ, მაგრამ იმისთვის, რომ რეგიონებში უფრო მეტად განვითარდეს კლასიკური მუსიკა, იდეა გაუჩნდა ბატონ ვალერიანს, რომ გადმოეტანა რაიონში ერთ-ერთი კონკურსი. სხვადასხვა ქალაქებში ასე აქვს გადაარსებული კონკურს ფესტივალები. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ქალაქშიდაც დაარსდა ეს გადმოვიდა ეს კონკურსი. რა თქმა უნდა, სკოლა ჩართულია აი ამ ღონისძიებაში, ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ. ამ ხნის მანძილზე წინა წლებშიც წარმატებებსაც მიაღწიეს, არაერთი პრიზიორი გვყავს. მართლაც დიდი მოტივაციაა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, ვინაიდან რაიონებში მოგეხსენებათ, არა ვართ განებრივებული კლასიკური მუსიკით და დღეს ისეთი ზეიმი გვაქვს. ჩვენი საამაყო ხელოვანები სტუმრად არიან ჩვენ სკოლაში, ბედნიერები ვართ ნამდვილად და ვისურვებ, რომ ეს კონკურსი დიდხანს გაგრძელდეს ჩვენს ქალაქში და სასიამოვნო წუთებს ვუსურვებ ყველას და წარმატებებს, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს. კლასიკური მუსიკის კონკურსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, ლიზა რამიშვილი, დავით ალადაშვილი, ნათია ქავთარაძე, ნოდარ მდივანი, გოჩა დათუსანი, გიორგი ხაინდრავა. საკონკურსო პროგრამის მიხედვით დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები და ნომინაციები, მათ შორის დოდო ცინცაძის სახელობის სტიპენდია. კონკურსის ჟიურის წევრები კი არიან ირინა ხერჟი, გოჩა დათუსანი, ნინო გურევიჩი, გიორგი ხაინდრავა და ვალერიან შიუკაშვილი.